გელათის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობით დარგთა შორისი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. კონფერენცია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძართან მდებარე კათოლიკოს პატრიარქ მელქისედეკ პირველის რეზიდენციაში გაიმართა. ღონისძიება გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა და ლულმან დივანმა მარიამ ცაცანაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ. ღონისძიებას გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, აკადემიკოსები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შიომღვიმის ტიპიკონის ლიტურგიკული თავისებურებანი ღამისთევის მსახურების მაგალითზე, ისტორიულ შედარებითი ანალიზი, ხატმეტყველების სახარებისეული საფუძვლები, იბერიული დოქტრინა და პანქართველური სამყაროს ცივილიზაციური მისია, ისტორიისა და კულტურის ფილოსოფიური გააზრება. ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები წარმოადგინეს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგა ანსამბლის სახიობა, ანსამბლის წევრებმა საგალობლები და სხვადასხვა სიმღერა შეასრულეს. ჩვენ თავიდანვე აღდგა მეცნიერთა აკადემია ისტორიული 95 წელს. სამომავლოდ იგეგმებოდა ახალგაზრდა მეცნიერების მონაწილეობის მიღება ჩვენ სხდომებზე, კონფერენციებზე და მათაც მიიღოთ მონაწილეობა. და აი უკვე იტყვით მესამე წელია მეტი თუ არა, ნელ-ნელა მეცნიერთა გარშემო უკრებებიან ახალგაზრდები. დოქტორანტები არიან, ზოგი მაგისტრანტია და ერთვებიან იმ პროცესში, შემოქმედებით პროცესში, რაც მათ პროფესიულ ცოდნასთან არის კავშირში ცხადია და ამავე დროს ეს არის ისტორიული ხაზის ტრადიციის გაგრძელება, რაც ოდისგან მეფე დავით აღმაშენებელმა შექმნა და უნიკალურობა გეოს აკადემიის, რომ ეს არის ერთი მხრივ ათინა, როგორც ფილოსოფია, მეორე მხრივ იერუსალიმი, როგორც სულიერება. ადამიანის გონი, სიბრძნე და ღვთიური სიბრძნე ერთად ერთიანდება და აი ამ პროცესში არის. რომ მეცნიერება ეს უფრო მატერიალისტურია. რომ მატერიის უკან დგას შემოქმედი. და მასთან კავშირი მნიშვნელოვანია და ამის გამოცდილებას იძენენ ეს ახალგაზრდები. დღეს მოусმენთ მათ მოხსენებას. ეს უკვე 3 წელი უკვე მეორდება და ფართოვდება ეს წრე. დღედან მისი დაარსებისა გელათის მეცნიერებათა აკადემიკოსები დიდ ყურადღებას აქცევენ ახალგაზრდებთან სამეცნიერო მუშაობას. აი დღეს არის დასტური სწორედ მცხეთაში სვეტიცხოველში გამართული ინტერდისციპლინარული მოხსენებები. მინდა ასევე შევეხო, რომ თბილისში არეალი ფართოვდება, ადრეს ახალგაზრდული კონფერენციები ჩატარდა თბილისში, თელავში, ქუთაისში და ეხლა მცხეთაში. წელი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიად გამოცხადების, თუმცა დღევანდელი კონფერენცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ჩვენი დიდი პატრიარქის ილია მეორის ნათელხსოვნას ეძღვნება, რომლის მიერაც არის დაარსებული აკადემია და რომლის მიერაც განსაზღვრული აკადემიის გეზი, წმენისა და ცოდნის ერთობლიობა. სვეტიცხოვლის ტაძართან არსებულ მელქისედეკ კათოლიკოსის სახელობის დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ჩატარდა გელათის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით. მე მოხარული ვარ, რომ ვიღებ მონაწილეობას აღნიშნულ სამეცნიერო კონფერენციაში, წარმოვადგენთ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას, გახლავართ სემინარიის დეკანი. ჩვენთვის დიდი პატივია აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა. ჩემი თემა გახლავთ ნაწილი, გარკვეული ნაწილი ჩემი სადისერტაციო ნაშრომისა, დასახელება ჩემი თემისა გახლავთ ხატმეტყველების ქრისტიანული ხატმეტყველების სახარებისეული საფუძვლები. სულს მადლობა გადავუხადოთ გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, მის მაღალ ყოვალწლოვან მეუფე
იოანე გამრეკელს, რომლის კურთხევითაც დღეს იმართება აღნიშნული კონფერენცია. 1700 წლისთან დაკავშირებით ქრისტიანობის გელათის მეცნიერებათა აკადემიამ გაზარდა ახალგაზრდებისათვის ცოდნის გადაცემის ტრადიციის გაგრძელება. ეს იმიტომ, რომ 2022 წელს გელათის მეცნიერებათა აკადემია ეროვნულ დონეზე აღიარებული იქნა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ არამატერიალურ ძეგლზე, ანუ გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია იქნა ასეთად გამოცხადებული. შესაბამისად, ეს ამ ტრადიციის დაცვა გულისხმობს არა მარტო უნიკალურობის გამოკვეთას ქართული კვლევების, რომელიც დარგთა შორისი და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორისი ურთიერთობების სფეროში ერთობლივ კვლევებსა და გულისხმობდა არამედ აგრეთვე ცოდნის გადაცემა და ცოდნის გადაცემასთან ერთად პრაქტიკული უნარების გამომუშავება. შესაბამისად, დღევანდელი კონფერენცია, რომელიც ჩატარდა, მცხეთაში თავისი უნიკალურობის მაჩვენებები და ჩვენ ვიმყოფებით მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, სადაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსით ახალგაზრდებმა წარმოადგინეს უნიკალური კვლევითი შედეგები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ხშირად სწორედ ამ სტატუსით ჩვენი გზა იუნესკოსკენ ნიშნავს, რომ საერთაშორისო არნაზე იქნის გატანილი საქართველოს კვლევების განათლების ცოდნის გადაცემისა და გამოყენებითი სასწავლო პროცესის ერთობლიობა სოფლიო არენაზე. დღევანდელი კონფერენცია მეტად აქტუალურ თემებს ეხება. თემატიკა მრავალფეროვანია, რაც აღნიშნულ კონფერენციას გამორჩეულ აქტუალობას ძენს ბუნებრივია. ჩემი თემა გახლავთ იბერიული დოქტრინა, პანქართველური სამყაროს ცივილიზაციური მისია, ისტორიისა და კულტურის ფილოსოფიური გააზრება. თემა უნიკალურია, წარმოადგენს ერთგვარ თეორეტიკულ მიგნებას ქართულ სინამდვილეში და ღრმად დარწმუნებული ვართ, აღნიშნული მიგნება გავრცელდება მთლიანად ზოგადი იბერიული სამყაროს წარმომადგენელი ქვეყნების კულტურის შესწავლის პროცესზე.